ანტინარკოტიკული რეფორმა, გამკაცრებული პასუხისმგებლობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. მმართველი გუნდის ინიციატივა მასშტაბურ საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს. ხელისუფლება განსაკუთრებულად მკაცრი იქნება გამსაღებლებთან მიმართებით. პარლამენტი განხილვებისთვის უკვე ემზადება. მარიამ ქართველიშვილია პირდაპირ ეთერში დეტალური ინფორმაციით. ქართული ოცნება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონმდებლობას მაქსიმალურად ამკაცრებს. პროექტის მიხედვით მცირე ოდენობით ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების გაყიდვა უტოლდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღებისთვის სასჯელს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. კანონში მცირდება გასაღების ხელშეწყობაც, ჩნდება ჩანაწერი ნარკორეალიზატორის ქონების ჩამორთმევა. მომხმარებელს ნარკოტესტზე იძულებით გადაყვანის პრაქტიკა ანაცვლებს უარის თქმის შესაძლებლობა, თუმცა აქ სანქციები ძალაში რჩება. ლიბერალური ნარკოპოლიტიკიდან გამკაცრებულ კანონამდე სახელმწიფო გუნდმა ანტინარკოტიკული რეფორმა ამოქმედა. ქართული ოცნება ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ იარაღად კანონის გამკაცრებას ირჩევს. ანტინარკოტიკული რეფორმა დაწყებულია 8 კანონში შესატანი ცვლილებები მზად არის. მცირე ოდენობით ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელი დიდი ოდენობის გასაღებას უტოლდება 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. პროექტით სისხლის სამართლის კოდექსს რამდენიმე მუხლი ემატება. მკაცრდება ფსიქოტროპული ნივთიერებების მისი ანალოგის მცენარე კანაფის ან მარიხუანის დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გაყიდვა. სანქციებს ემატება ნარკორეალიზატორისთვის ან გავრცელებაში დამხმარისთვის ქონების ჩამორთმევა. თუ ადამიანი, რომელიც გაასაღებს, ანუ მატერიალურ სარგებელს თანხას მიიღებს იმაში, რომ ნარკოტიკი გაყიდოს, ამისთვის იქნება პასუხისმგებლობა უმკაცრესი ნებისმიერ ნარკოტიკთან დაკავშირებით. ვინც კი გაბედავს, რომ ნებისმიერი ფორმით რეალიზაციას ხელი შეუწყოს, გაყიდვას ხელი შეუწყოს, ან ხელი დააფაროს, ამ ადამიანების მიმართ იქნება კანონმდებელიც, მათ შორის პოლიციელიც, პროკურორიც და მთლიანად სახელმწიფო უმკაცრესი და ფიგურალურად რომ ვთქვათ, პირდაპირ ძირში დაეჭრება ის ხელები, რომელთაც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნარკორეალიზაციას ხელი შეუწყო. ცვლილებები შედის ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებითაც ნარკოლოგიური შემოწმებისთვის იძულებით გადაყვანის წესი უქმდება. კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, კანონი მოქალაქეს არჩევანის საშუალებას მისცემს. თუ ნარკოტესტის ჩაბარება არ სურს, მართვის მოწმობა 3 წლის ვადით ჩამოერთმევა. მომხმარებელს 3 წლის განმავლობაში აეგრძალება მართვის მოწმობა, ნებისმიერ მართვის მოწმობაზე არის საუბარი, ხოლო 5 წლის განმავლობაში აეგრძალება პედაგოგიური საქმიანობა, საჯარო სამსახურში თანამდებობის იქნება თუ საქმიანობის უფლება. კონკრეტული მოქალაქე არც პოლიციელს არ გაყვება შესამოწმებლად და არც თვითონ არ წარადგენს შესაბამის დასკვნას, ეს ყველაფერი ჩაითვლება როგორც თავის არიდება შემოწმებაზე და ზუსტად იგივე სახდელები და სანქცია იქნება, როგორც ექნება მომხმარებელს. მმართველი გუნდი არ მალავს, რომ ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ არ გაამართლა. გარედან თავს მოხვეულმა მიდგომამ კი ახალი გამოწვევები გააჩინა. ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ, რომელიც გარედან იყო თავსმოხვეული, ეფექტურად არის მოქმედა და პირიქით ამ მხრივ ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდა. რაც შეეხება რაოდენობებს, ის დეფინიციები, რაც დღეს არის ჩვენს კანონმდებლობაში, არ შეესაბამება იმ რეალობას, გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შესაბამისად, სულ კონტექსტში იქნება ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი ის, რაც რეალურ ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეფექტურ ბერკეტებსა და მექანიზმებს შექმნის. სახელმწიფო გუნდში ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ერთ-ერთ მოტივად საზოგადოების დაკვეთას და წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ასახელებენ. ამბობენ, რომ კანონის გამკაცრებით სახელმწიფო უფრო ეფექტიანად დაძლევს არსებულ პრობლემებს. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ურთიერთობა ხალხთან, საზოგადოებასთან და ერთ-ერთი მთავარი მტკივნეული თემა განსაკუთრებით დედების მხრიდან, მშობლების მხრიდან არის წამოწეული სწორედაც ნარკოტიკებთან ბრძოლის აუცილებლობა, ნარკოტიკებთან ბრძოლის გამკაცრება. ნარკორეალიზატორი ჩვენთვის გათანაბრებულია მკვლელთან, იმიტომ რომ მასობრივ მკვლელობასთან, იმიტომ რომ ის არის ნელი მოქმედების ბომბი ჩვენი ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების წინააღმდეგ. ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საკომიტეტო განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყება.